საერთოდ ამ ვიდეოს ჩაწერას მე არ ვაპირებდი, მაგრამ აი რამოდენიმე წუთის წინ მომწერა ჩემმა გამომწერმა, რომ უცხო გამარჯობა, კარგი იქნება მერაბ დვალიშვილზე თუ ჩაწერ ვიდეოს. ასწავლე ისევ ჭკუა აკაცუკებს, თორემ გაბურღეს ტვინი. სამწუხაროდ მერაბ დვალიშვილმა წააგო თავისი საჩემპიონო დაცვის ტიტული პიოტრიანთან, რითიც, რა თქმა უნდა, დააწყდა მთელ საქართველოს გული, რადგანაც მერაბ დვალიშვილი უკვე წლობის განმავლობაში გვასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავისი დივიზიონის ნამდვილი მანქანა შეუჩერებელი ჩემპიონი და ალბათ თავის წონაში საუკეთესო მებრძოლია. ეხლა ხო ისე არ ჩაივლის თემა, რომ არ ამაყბედონ ეხლა ამაზე, რომ გამოვიდნენ ეს ხროვა აკაცუკოების, ლიბერალების და მიუძღნეს პოსტები მერაბ დვალიშვილზე დაიწყეს მისი ბულინგი. ინტერნეტ ბულინგი თორე ხა ვისი ტრაკი აქ 1-ზე რო დააყენო, შებერვაც არ დაჭერდება მერაბ დვალიშვილისგან ეხა მაგათ. რაზედაც ეხა მე კომენტარი რო არ გამეკეთებინა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ აი ღრმად შეწუხებული ვარ უბრალოდ. ღრმად შეწუხებული ვარ. აი ადამიანმა როგორ შეიძლება უკადრებელიც იკადრო და დაემსგავსო ბოლოდონის ვიგინდარას, რომ საკუთარი ქვეყნის მებრძოლის დამარცხება შენთვის იყოს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზი და აბრალებდე ისეთ გამოგონილ ზღაპრებს. ახლა მე ამ პოსტს წავიკითხავ, აი დეტალურად მინდა ფსიქოანალიზი დავსვა ხალხნო რა. ხო გეუბნებით მე უნდა გავაცოცხლო კალინგი ან ფროიდი, რომ ჩვენ შევისწავლო და ღრმად შევიდეთ ალბათ ფსიქოანალიზში, იმიტომ რომ ამათი გამოსწორება უბრალოდ არ იქნება ხალხნო. აი დაივიწყეთ ესეთი რამე რა. ამიტომ ეს ვიდეო ცოტა მკაცრი იქნება, ცოტა ესე თქვათ უცენზუროდ შეიძლება იყოს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ მერაბ დვალიშვილს ხა პირადადაც ვიცნობ, ძალიან მაგარი ადამიანი, ნამდვილი ერისშვილი, ნამდვილი ქართველი, მადლობის მეტი რომ არაფერი არ გვეთქმის და აი აი ვიდეოთიც ვისარგებლებ და გავამხნევებ როგორც შეგვიძლია რომ გვერდში დაუდგეთ აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ მერაბ დვალიშვილი უფრო გაცილებით ძლიერი დაბრუნდება, ხანდახან მარცხით საჭიროა იმისათვის რომ საკუთარ თავში ძალები გამონახო და უფრო ძლიერი დაუბრუნდე შემდგომ უკვე შენ საქმიანობასა და ზოგადად ასახელო შენი ქვეყანა. მოდი მეგობრებო, სანამ ამ ვიდეოზე ჩვენ გადავალთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ასევე გამოყვეთ ჩემს ინსტაგრამზე, რომელიც აღწერა შემითითებული, საინტერესო წერილებს ვაქვეყნებ ხოლმე, რაღაც პოსტებს, თორების სახით შეგიძლია დამოფოლოვოთ და ასევე თუ გინდა დონაცია გააკეთეთ, რომელიც აღწერა შემითითებული. მოდი ხა დავიწყოთ ხა ირმა შარაძე, უკვე პროფილის, Facebook პროფილის ფრეიმით უკვე ხვდებით უკვე რა პოლიტიკური ორიენტაციისაა. მარცხნივ არის უკრაინის დროშა, მარჯვნივ ევროკავშირი, უკან საქართველოა და შუაშიანია სააკაშვილი, ხაბიშვილი და ეგენი განახებთ ხა რა. გეუბნებით ეს არანორმალური დონის ფსიქოანალიზია მეგობრებო, ეს შეიძლება ესეთი რამე ვერც ნახოთ. დავიწყოთ. დვალიშვილი რუს უცემია. ხო. ეხლა გადავხარშოთ ხან. ანუ ის ადამიანი წერს ამ პოსტს, რომელსაც იდეაში საქართველო ადარდებს და საქართველო უყვარს. დვალიშვილი რუს უცემია. რა სიმბოლურია? მრავალწერტილი. საქართველოშიც რუსები გცემენ და ქიმიური ნივთიერებებით გწამლავენ ქართველებს. აი როგორ გულწრფელად მეცინება ეხა და როგორ ვიკავებ უბრალოდ სიცილს, რომ აი არ მინდა მართლა მაიმუნის შთაბეჭდილება დავტოვო აქ. არ შეუმჩნევია მერაბას. განა მერაბას. ნახეთ როგორ შეცვალა ეგრევე რა. თითქოს ცოტა აგდებული იმით ტონით და აგდებული დიქციით მიმართავს რა. არ დაუნახავს გულთარან მიუტანია. ეხლა მერაბ დვალიშვილს რა უნდა ექნა ხალხნო, რომ ეხლა შიგევროპელის ანუ ყურადღება და სიყვარული რესპექტი დაემსახურებინა რა. ანუ UFC-ს კამარი რომ მოიგო პირველად რა. მან უნდა გამოსულიყო და აი ტრამპს როცა გადაუხვდა ეს კამრი შენარჩუნება იყო ხო შონომალისთან. იქ რო გადახტა ევროკავშირის დროშა უნდა ამოიღო ეგრევე რავი ჯიპიდან, გაეხსნა ტრამპისთვის და მუხლებზე დამდგარიყო და ო დონალდ გევედრები ჩემი ქვეყნის მთავრობა დაასანქცირე. რადგანაც ჩემს აკაცუკოებს ისინი ავიწროებენ, წამლავენ, რავი, უბიწოდ ექცევიან, არბევენ ქუჩაში, დაზდევენ მათ. ოხ, დონალდ გეხვეწები, საქართველოს ევროკავშირში დააბრუნე. ანუ ეხა უყურე, სოჩი გეუბნე ამის მერე პატივისცემას დაიმსახურებდა რა შიგ ევროპელის ტვინში ეგრეა ეხა. ადრე ბუდუ ზივზივაძეს ეხა სახალხო სპორტსმენი, სახალხო ფეხბურთელი რატო შეარქვეს, ხო ეხა ბუდუ ზივზივაძე არაფერ შუაში არ არის, აი იმბეცილებთან უბრალოდ გამოვიდა რაღაცა იქ ერთი კავიაში იყო რაღაც როლური ისმი იყო, ხო, რამოდენიმე ეს რავი ეპიზოდური როლი მიიღო კავიაში და სიმღერაში ასრულა იმასთან, როქია ევროკავშირი იმასთან, როქია ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით რა. და ბუდუმ ერთადერთი იყო რომ მაშინ ახლა არაფერი ესეთი არ უთქვია რაღაც ისეთი ეგრევე შერაცხეს რომ ბუდუ ზივზივაძე მაგათთვის იყო წმინდანი რა პროევროპელებისთვის ხარ შიგ ევროპელებისთვის ბოდიშით
ეხა მერაბოს უნდათ რომ მერაბ დვალიშვილს გაეკეთებინა იგივე რა, რომ აი გამოსულიყო, აი მაგალითად კალაზეს ოდესაც შეხვდა ეგ სურათია რა და კალაზესთვის უნდა მისულიყო და კალაზე ისა ბატონო კახი როგორ დასდებდა, როგორ ცემთ ჩვენს აკაცუკოებს რუსთაველზე. ნუ თუ არ გწხვენიათ. ევროკავშირში ხო უნდა შევიდე, ჩვენი გზა ხო ევროპაა. და ანუ მართლა ეჯერათ ხალხო რომ გეუნებ ტიპი იმბეცილი ხო გახსოვთ თქვენ ტv პირველი ჟურნალისტი მიდის მერაბ დვალიშვილის ზაფხულში მაგაზე რეაქცია მაქვს ჩაწერილი ჩამოვიდა და მერაბ დვალიშვილს რას ეუბნება დონალდ ტრამპთან რო გადახდითო რა უთხარითო მაშინო რა უთხარითო რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნოსო მართლა გეუნებით ანუ დებილები ან ჩვეულებრივი ჩულუნგები ხალხო რომ წარმოიდგინე ტრამპს უხტები პირველად აი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ ხელა კალიბრის ადამიანი ხო მსოფლიო პოლიტიკაში და მერაბ დვალიშვილი რო გადახდა უნდა ეთქვა რომ ქართული ხალხის მიზანის კი არ არის რომ დამოუკიდებელი იყოს თავისუფალი ტერიტორიები დაიბრუნოს სოციალური პრობლემები აღარ არსებობდეს სიღარიბე დავძლიოთ არა ევროკავშირში დონალდ ტრამპ აი ეს რომ მერაბ დვალიშვილს ეთქვა შიგ ევროპელები გუშინ იტირებდნენ მაგრამ ესენი არიან ბოროტები. ეხლა მოდი გავაგზავნოთ კითხვა რა. ანუ რა ვქო ირონიულად უნდა შევაფასე ხა ამა თუ გონია ეხლა რამე ადეკვატურად შევაფასებ ძალიან ცლებით. ეხლა ორე დაუმარცხლოდ ეს ყველაფერი რა. გამ მერე ტირე კოც ტირე რუსთა მერაბა და ქემი იყო ცხვირპირში. რადონის ბოროტი უნდა იყო ადამიანი, უბრალოდ აი ხო ვერ ვიასრებ, უბრალოდ რომ წარმოვიდგინო რადონის ბოროტი უნდა იყო რომ შენი ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო მებრძოლზე ადამიანმა რომელიც შენი ქვეყანა ასახელა ამას წერდე. რა გული უნდა გაწერინებდეს მე ვერ ხვდები საერთოდ. გაკოც რუსთა. რას ნიშნავს გაკოც რუსთა? საქართველოს სიყვარული დაკარგა. ტიპი თელი თავისი ცხოვრება შიგ ევროპელები არიან ზრევაში. თელი თავისი ცხოვრება. ანუ ეს იქნება ინტელექტუალური თუ ფიზიკური, ორივე ერთდროულად. ანუ მათი მასტურბაცია არის როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური რა, გინა აქციაზე, გინა სახში, გინა ყველგან. ანუ ხო გეუბნებით ანუ მერაბ დვალიშვილზე ამბობენ საქართველოს სიყვარული დაკარგაო. მერაბ დვალიშვილზე ბიჭო, ერთ წელიწადში 5 ჯერ გამოვიდა ლამის ტიპი, 5 ჯერ დაიცვა საკუთარი გუშინა ენერგია ქონდა გამოცლილი ადამიანს. წონის კლებისგან უკვე ფიტურს იყო დამსგავსებული, ვერ ხედავთ რა მდგომარეობაში იყო. 5 რაუნდი იბრძოლა მაინც. და საქართველოს არ ყვარსო ბიჭო, აი ხვდებით, აი საქართველოს სიყვარული მერაბ დვალიშვილმა დაკარგა და ირმა შარაძეს ახობაძეებს, რაზმაძეებს და დასირებულ მთელ სექტას ვინმე ზუსტავეზე დგანან იმათ უყვართ საქართველო რა. ის მფარველი ანგელოზი დაკარგა რაც აძლიერებდა. მრავალ წერტილი. უთანაგრძნონ კრახიამ და ირაყლამ. კრახია და ირაყლა ვინ არის? პოსკრიპტუმ. კოც რუს ტროლების კომენტარები წაიშლება. აგ ბოლოში მაინც შეგახსენათ რომ საბჭოთა კავშირია რა ამათ ცნობიერებაში რომ ანუ განსხვავებულს რამეს იტყვი ხა ამათთან რა. ნებისმიერი რამე. შიგნით ეგეთი რამე აქვს. აი, მაგალითად შიგ ევროპელს კბენს, მართლა გეუბნებით. აი როგორ არიან ისეთ, აი Silent Hill გაქვთ თამაშები? აი მან რო არიან სიგნალები რო არიან რა, ესეთი გმირები არიან, რომელიც დადიან და ერთმანეთს შეიძლება დაერივნონ ერთმანეთს. მათ შორის იმაში კიდე რა ქვია, Silent Hill ეგერთი, Resident Evil ხო გექნებათ, ეხა ყველაზე პოპულარული თამაშია, ხო? Last of Us-ში მაგალითად, აი ტროლები რომლებიც არიან რა, ანუ ხმარო ყურადღება, შეიძლება ერთმანეთს დაეტაკონ, ერთმანეთს ჩხუბი დაუწყონ, ზომბებზე მაქვს საუბარი. დაახლოებით ესე არიან, ანუ ბოლოში მინიშნება მოქს, ანუ თავარი აი ტვისტი გახსნა, რომ კოც რუს ტროლების კომენტარები წაიშლება, ანუ ნახეთ ახლა აქ კოც რუს ტროლებზე კი არა აქვს საუბარი. აქ არის რამე განსხვავებული თუ დაიწერება, ანუ შენ თუ მათ დააჩო, გააკრიტიკებ, მაგალითად რამე კრიტიკული შინაარსის კომენტარს დაუწევ, ანუ ესენი ეგრევე გაკენსელებენ. იმიტომ რომ cancel კულტურა არის ლიბერალების მოგონილი. ანუ ისინი საკუთარ თავს აღიქვავენ რომ თავისუფლები არიან, ამ დროს არიან მონები ჩვეულებრივი. ანუ საბჭოთა კავშირში ცხოვრობენ, მართლა გეუბნებით, ანუ განსხვავება ტროცკიზმსა და აი რაც იყო კლასიკური გაგების მარქსისტული მემარცხენე ტროცკიზმი, იგივეა თანამედროვე ლიბერასტობა. ერთ-ერთი არაფერი ამათ არც თავისუფლება იციან არის, არც დამოუკიდებლობა, არც არაფერი არ იციან, მონაა ჩვეულებრივი რა, ანუ მონა, აი სიგნალია ჩვეულებრივი. აი სიგნალები ქვია და გეთქმირებს. აი რამე აი ზედმეტი შიგ ევროპელის მიმართ ამის ზედმეტი რო თქვას, ერთად დაესწევიან და შეჭამენ მაგას. შეჭამენ რა. აი ეს ახლა Lord of the Rings-შიც ეგეთი რამეა რა. აი ხო გახსოვთ ისენი რა ქვია, ორკების არმია რომ მოდის და რომ მოშივდებათ ხორცი გვინდაო, ჰობიტები რო ყავდათ შეპყრობილი და ამათ ვერ შეგაჭმევთო რა, ახლა მნიშვნელოვანია საურონისთვისო და ადგენენ და ერთ-ერთი ორკი აჭამეს ყველა ორკს. ანუ შიგ ევროპელებიც ეგრე არიან დაახლოებით და რომ მოშივდებათ, აი მაგალითად ვინმე დასაკენსელებელი აღარა, მე ერთმანეთს ჭამენ უკვე შიგნიდან რა, ამის ბევრი მაგალითია ხა, ერთმანეთს დაერივნენ და მიზეზი რის გამოც ეგენი ბრძოლას აგებენ არის რომ შიგნით აქვთ აბსოლუტური უთანხმოება ყველაფერზე.
ანუ ნებისმიერი რამე განსხვავებული რა თქვა დაკენსელებული და დაბულინგებული ხარ მათ ფაბლში ამათ ფარა უნდა დამაბულინგო ბიჭო ამათ გინდა ამათ თქვიათ ჩემზე რამე გინდა ვიდეო ჩაუწერიათ გინდა რამე უთქვიათ გინდა აგერ აი ჩემს კატას საკუთარ ტუალეტში რამე უქნია რა არაფერი განსხვავება არ არის მათ შორის და კატის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაგათი რამე რა სიტყვია ამათმა ვინ უნდა დააბულინგო ცხოვრებაში ხმა ჩემ არც ერთმა გამომწერმა ცხოვრებაში არ მithქვას რომელიმე შეგევროპლა დავაბულინგაო რა გეხე ეგ არ თქვათ არ შემარცხვინოთ მართლა ამათი დაბულინგებული არ გაიშვა სამ ქვეყანას გინდა ამას უთქვია ხალხმა და რავი კატას კი არა იმას რა სკლინტი ჩამოგდია მტრეთს ხო და აი კოც რუს ტროლების კომენტარები წაიშლება ხო გეუბნები ამით შეგახსენეს რომ აქ არის საბჭოთა კავშირი რა ამე განსხვავებული სიტყვი რასტრელიაც ნახვი არ ხო გეუბნები კომუნიზმი ხო ეზიზღებათ არ კომუნისტები არიან ჩაულებრივი კომუნისტები რამე განსხვავებულს გაიფიქრებ ეგრევე სოციალური კომპლექსი დარხეული გაქვს ეხა ეს ერთი რა ეხა მე მინდა მეორე ვნახოთ აქ რა აი ეს არის ვინც წერს ეხა რა ეხა იღადა პროფილზე რა უყენი ეხა ერთ-ერთი რა არის ეხა ეს არის მეგობრებო სახვითი ხელოვნების ნიმუში ეს სურათი აი პროფილზე ჯერ ადამიანი აი უკვე რომ ამატებს ინსტაგრამზე ასარმე და პროფილის სურათზე რო აქვს ევროკავშირი უკრაინა მათ ფსიქოლოგიური დასკვნა მე უკვე გაკეთებული მაქვს აი მთელი არაცნობიერი ქვეცნობიერი ცნობ უკვე ვიცი მისი როგორია ერთ ხარეს რო უკრაინა მეორე მხარეს რო ევროკავშირი შუაში რო LGBT-ია და მერე ზეც სააკაშვილი უკვე მისი აი სოფხედველობა გაშიფრული აქვს თავიდან ბოლომდე აი ხა მოდი გავხსნათ ეხა ეს აი ხო გეუბნები და ამას აი მიშა პრემიერად ჯერა შუაშია ხო მიშა პრემიერ Happy Pride Month Love is Love ნაციონალური მოძრაობის ნომერი შუაში და მრგვალი სახე რა ვიცმაო ეს არის კინო სინემატოგრაფია აი ადამიანი რა დონეზე უნდა დაეცე რა დონეზე უნდა იყო ბანძი არა ამ ქვეყანიური ბანძი რომ აი ეს ადამიანი აკრიტიკებს ახლა მერაბ დვალიშვილს და გაკრიტიკებთ თქვენ რომ არ მოწონს იმ დღის წესრიგში ცხოვრება როგორშიც თქვენ ცხოვრობთ და რომელიც თქვენ აირჩიეთ საგიჟეთია ხალხო გეუნებით ანუ მართლა გეუნებით აი ახლა უყურე ეს კიდე ერთი მესამე შემხვდა რა ნანუ კავალიანი წერს ესეთ რაღაცას ყველა ვინც კოცებთან გაიჭაჭანა დამარცხდა და მე ხიმილი სმაილი პოსკრიპტუმ გულის სიღრმეში მეწყინა ეს როგორ დონიში ევროპელია იცით აი ლასტოფაში რო უკბენენ რაღაცას ხო ისით რა ბოლომდე ზომბი რო არა ჯერ რა კი აქ უკვე რეფლექსები ინსტინქტები დამედაწყებული მაგრამ აი შუა ტრანზიშნალ ფორმაში რო აი გარდამავალ ფორმაში რო დაახლოებით ეგეთი ზომბია ხა ის ბიჭო რა შუაშია რა კოცთან გაიჭაჭანა ანუ ეგრე რა გამოდის ხა შიგევროპელებზე შემიძლია ესეთი რაღაც თქვა რა აი ვინ შიგევროპელის გვერდზე დგება ყარჩე ყველა ადრე თუ გვიან მაგრამ ბანძდება აი ყველა დონეზე ჯერ ხო იწუწება მერე ხო იცემება და მესამე საბოლოო გაბანძება სრული ანუ იგივე ესე თქვა სკრიპტუალური შინაარსის დოგმა რო წამოვაყენო მე რომ აი მაგალითად აქ ხო არის ყველა ვინც კოცებთან გაიჭაჭანა დამარცხდა მე რომ ეხა ესეთი რაღაც თქვა რა აი ყველა ვინც შიგევროპელის გვერდზე დგება სალაპარაკოთ თუნდაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს ანუ ყველა ბანძდება ადრე თუ გვიან რაღაც ინექცია ეგეთი რა რაღაც ვირუსი დადის რომ გადაგედება შენ შიგევროპელი ხდები მე კლიკერივით ეგრე ხარ აი რაღაც ხმას განსხვავებულ ასახს იგებ კაპ ეგრევე თავს ესხმე როგორც ზომბი აი კლიკერი ჩაულებრივი რა და გულის სიღრმეში მეწყინაო და ერთ კითხვა მაგ გული მართლა გაქვს სერიოზულად ანუ გული მართლა გაქვს ხალხო აი მე სერიოზულად ეჭვი მიჩნდება რომ ესეთ ადამიანებს საერთოდ გული ქონდეთ ან საერთოდ აღიქონდნენ ამის ადეკვატურად ცხოვრებაში არ ბოროტება ამ ხელა ბოროტება როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ თქვა ეხა რომ იმიტომ დამარცხდა რომ ის შეხვდა კალაძეს ოდესმე აი ესეთი რამე რატო უნდა მოგივიდეს თავში ვერ ხვდები ტიო ყველაფერი გააბანძეს ჩიმაევი იყო ჩამოსული ერთ-ერთმა არ ვიცი მილიონერი იყო ვიღაცა რომელიღაცა ახალი სუპერმანქანების დირექტორი იყო რა ძალიან მაგარი კაცი იყო მაგის ის ინტერვიუ მოვისმენ და კალაძეს მაკაცია მე მგონი არ მახსოვს რა ზუსტად ვინ იყო მაგრამ მაგარი კაცი იყო ძალიან და აჩუქა რა მანქანა რა კალაძეს მაკაცმა მე მგონი ხით ჩიმაევს აჩუქა მანქანა მაგარ სუპერმანქანა ფერარი თუ ლამბორგინი არ ვიცი რა მნიშვნელობა ну და ხა რა ეკნა ხა რა ჩიმაევია კავკასს ჩამოვიდა ამ ხელა UFC ჩემპიონია პოპულარული საქართველოში და ტევე პირველი ჟურნალისტი ბიჭო მიდის ტევე პირველი ჟურნალისტი ემონება და აფხაზეთი საქართველოა თუ არა აფხაზეთი საქართველოა თუ არა ჩიმაევმა რა იცის აფხაზეთი საქართველოა სომხეთია აზერბაიჯანი აი რა დონის პირწავარდნილი უნდა იყო ადამიანი რა აი განა რამდენს უნდა გიხდიდნენ აი განა რამდენ თან ბიჭო ისმა კაი თავიდან გიხდიან ბაზარი არა ეხა და შეიძლება ფულის გემო კაია ეხა მაგრამ რო ხვდები რომ ამით გეჯმევა მრავალ წერტილი ხო რაღაცა ხო შეიძლება შეცვალო სტრატეგია რა რავი სხვა რამე მაინც კითხე მაგალითად რომ აი მაგალითად ჩიმავს ესეთ რამე კითხე რომ თქვენ მოგწონთ მაგალითად მანქანის
იმ ისა რა ქვია პიროვნებიდან აღება, რომელიც ხარს უჭერს ქართულ ოცნებას. ესე მაინც კითხე, რომ ცოტა ნაკლებად დაგეჭვას, ანუ კი დაგეჭმე ვაკაც, მაგრამ ნაკლებად მაინც რა შუაშია ბიჭო აფხაზეთი ჩიმაევთან. კაცი არის სპორტსმენი. შვედეთიდან გამოდიოდა, ეხლა დუბაიში არაბთა გაერთიანებული მიდადი, ჩეჩნეთიდანაც არ გამოდის. ეხლა კადიროვთან ჩადის, იმიტომ რომ ბოდიში ვერ ჩახვალ და სუდად იქნება შენი საქმე. და პატივისცემა აქვს მაინც, იმიტომ რომ ეშინია და კადიროვს დიდი ძალაუფლება აქვს. რა დონის დებილი უნდა იყო ბიჭო, რა შუაშია კადიროვი, სპორტსმენები რა შუაშია პოლიტიკასთან საერთოდ ხდება. ეხლა თავიდან რო იყო დაწყებული, მე მახსოვს ესეთი რაღაცები, რომ მათ შორის ილია თოფურიას დედა, მათ შორის მერაბ დვალიშვილს და ბევრმაც დაწერეს, რომ აი აქციებზე ნუცემთ მოქალაქეებს. იყო ეგეთი პერიოდი, არაფერი აპოლიტიკური იყო, ნუ თავიდან ბოლომდე, ნუ იყო გულისწიხილი, რომ ნუცემთ ვიღაცეებს. ანუ ტიპებს ისე შეაზიზღეს თავი, ჩემი კარი, მერაბ დვალიშვილმა რამის დააჭვა თავზე ჟურნალისტს. გახსოვთ ალბათ ეგ მომენტი, მეც მაგ რეაქცია მაგას ჩაწერილი, რომ უთხრა, რომ ისა რა ქვია, სინთეზის პატიმრები ქუჩაში, იმაში ციხეში ყრიან, შენ როგორ ბედავ და გამოდიხარ და შონომალიზე ბრძოლები. შეავა და მოყოფო. შეავა რა შუაშია მერაბ დვალიშვილი, რა შუაშია სინთეზის პატიმარი. ან რა შუა რა იცის მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში ცხოვრობს, ეხა შენ აქ რა. ბიჭო, აი, ხო გეუბნებით, ეს ხალხი, აგერ, ძმაო, მერაბ ის რა ქვია, მერაბ მამარდაშვილი, კაცო ღმერთმა აცხონოს, ისა რა ქვია, მამარდაშვილი ლივერპულის მეკარე, გიორგი მამარდაშვილიზე ბულინგი რო დაიწყეს იმის გამო, რომ სამშენებლო კომპანიაში რატო შეიძინა წილიო. მამარდაშვილი, რომელიც არის ლივერპულის მეკარე. ლივერპული, რომელიც დაფრინავდა წინა სეზონში და უდიდეს წარმატებებს გლიჯავდა, მოქმედი ჩემპიონია პრემიერ ლიგის სამდენადაც მე ვიცი, ხო, მოქმედი ჩემპიონია. ციდან წყვიტავდა ვარსკვლავებს ლივერპული. შიგევროპელებმა კარჩი ყბაში ჩაიგდეს. ლივერპულს დედა ეტირა ეგრევე. ლივერპული თამას ვეღარ იგებს ხალხნო. გიორგი მამარდაშვილი, ერთ-ერთი უწარმატებულესი ხუჩა კვარაცხელიას შემდგომ ალბათ ამომე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ნუ შეიძლება თანაბრადაც, იმიტომ რომ ის მეკარია ის ახლა ისა რა ქვია, შემტები ვინგერი, ხო? ხუჩა კვარაცხელია, მამარდაშვილი არიან ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელები. ორივე ასახელებენ ერთი ლივერპულის მეკარია, მეორე არის PSG შემტევი, აგერ იმ დღეს გოლები გაიტანა, სულ გვახარებს, სულ გახალისებს, ხო? ბიჭო, რაღაცას გიკეთებს, ვიღაცამ გაიგო, აი რა დონის ბოროტი, შურიანი და ღვარძლიანი უნდა იყო ადამიანი, რომ შენ მაგათ თავს ესხმე. რა იყიდა მერე რა. აი შენ რა პრობლემა გაქვს, რომ მამარდაშვილმა თუნდაც იყიდა მაგალითად სამშენებლო კომპანიაში წილები, რომ მომავალში ხა სუფეხბურთელი ვერ იქნება, რატომაც არა. ვინ აუკრძალა? აი ეს როგორ ისინი იციან რა? თითქოს ფული ვერ უნდა იშოვა ამ ქვეყანაში რა. ეგრევე ბოროტება, ფულიანი რო ხარ თითქოს დანაშაული ამ ქვეყანაში. ფულს ვინმე იშოვის ამ ქვეყანაში, კაცმა აგერ იმე კალაძეს ქონა საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული. კალაძეს ჯერ კიდე ფული როდის ქონა ხალხო მილანით რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. აი კალაძეს მართლავისთვის რა წართმეული. კალაძეს აქ თავისი შრომით მოპოვებული ამდენი რამე. ფეხბურთი კი არის საქართველოს არ იცოდა ევროპაში ტიპმა მილანით რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ხვიჩა კვარაცხელია, კაი კალაძეს გავნა ხვიჩა კვარაცხელია. თავისი შრომი და ოფლი დიშოვა ბიჭმა ფული რომ კარგი მანქანაც ყავდეს, კარგი სახლი და კარგი ცხოვრება, რატომაც არა. ღმერთმა თქვენც მოგცეთ, კაცო, კაი ცხოვრება. ყველას გაგვიხარდება, რაც მეტი ქართველი იქნება, ფულიანი მე უფრო გამიხარდება. ნაკლები პრობლემა იქნება და ქართველები კარგად ვიცხოვრებთ. მაგრამ ამათ აქვს ციბოროტე რა, რატო აქ იმას და მე არა მაქვს. ეს ნაციონალური მოძრაობის სინდრომია რა, ადრე რომ ფულს მარტივად აკეთებდნენ ათეიშვილების და იმის დროს რომ ისინი ეხა რატო ვეღარ ვაკეთებ ეგრე ფულს? მაშინ ხო ვაკეთებდი ეგრე ფულს? ეს არის სიბოროტე ხა რატო გშურთ ხალხის რო ფულია, ვინმე წაგართვა, ვინმე მოვიდა და ბიჭო, ვისაც დაყაჩაღებული აქვს, იმასთვის სიტყვა არ მოგითხოვიათ. შევარდნაძეს და მიშას დროს გაძარცვული რო საქართველოს აქვს მართლა, ხაზინები დაცარიელებული, იმისთვის სიტყვა არავის შეუტრიალები. რა უნდათ იმ მამარდაშვილისგან? რატომ ადგეს და კრიპტოში ჩადო სიტყვაზე? ვის რა ტრაკი ეწვის მაგაზე? რატომაც არა? ეს არის სიბოროტე ხალხო, უბრალოდ ეს არის დიაგნოზა, ესენი არა ბოროტი ხალხი. რათან არანაირი გამოსწორება, რამე აზრი არ რაღაც უნდა დააჭვა დილიდან საღამომდე. მაგათმა იყო ბოლომდე ირონიული და რაც შეიძლება უნდა შეუზღუდო მოქმედების არეალი რა. ესენი უნდა გამოამწყდიო აი რამე საგიჟეთში და ჩაკეტო და ამოლუქოს საერთოდ რომ მაგათი ხმა ვეღარ არის სოციალური ქსელი უნდა შეუქმნა. შეგინდ რომ სიძულვილი მე რო უკვე სხვაზე ვერ ერთმანეთზე გავვრცელება, ბოლოს ერთმანეთს გაჟლიტავენ იქ. Battle Royale იქნება ან Fortnite ან PUBG ბოლოს, რავი ზონა დაპატარავდება და რომელიც შიგევროპელი გადარჩება იქ. არ ჩერა საშინელებაა მეგობრებო, უბრალოდ ხა ამის დემონსტრაცია მე იმიტომ გავაკეთე რომ უბრალოდ არ დავემსგავსოთ ესეთ ხალხს რა. ღმერთმა იმდენი ფული მოგცეთ, ძმაო, აი ხალხს აი ქუჩაში უყრიდეთ $100.
ვინ მამაძაღლიოდეს მე გამოვიდეს და თქვენი ნაშოვნე ფულით გინდა მაგარი მანქანითი არე, გინდა მაგარი სახლი შოვე, გინდა მაგარი ნაშები ყავდა, ეს არავისთვის არც ერთი ქართველის პრობლემა ეგ არ უნდა იყოს. ნუ ვერევით ნუ რავის ცხოვრებაში. მხოლოდ მაშინ ჩავერებით ჩვენ ცუდად ხვის ცხოვრებაში, როდესაც ის ადამიანები ცუდად და ვერაგულად იშოვნიან თავის ფულს, მაგრამ მაგ ადამიანებს მე ვინები ჩამოთვალე და ვინებიც მე დღეს დავიცავი, არავისგან არც არის ფული აქვს წართმეული, არც ბოროტებით აქვს ფული ნაშოვნე. ყველა მაგ ადამიანს აქვს საკუთარი შრომი და ოფლით მოპოვებული საკუთარი ხარჯები და საკუთარი ყველაფერი აბსოლუტურად და როგორც უნდათ ისე იცხოვრებენ რა. და ძალიან გთხოვთ ეს მდიდრის სინდრომი ნუ არის აქ ვიღაცას რო ფული აქვს ამ ქვეყანაში და თავისი დიშოვა შური გაქრეს მის მიმართ რა. ღმერთი ეგეთ ადამიანს ხელს არ მოუმართავს. მხოლოდ გააკრიტიკეთ და ებრძოლეთ ისეთ ადამიანებს, ვინებასაც მართლა საქართველოს აქვს გაძარცვული. აი ეგეთ ხალხს დაუპირისპირდით. თორე ადამიანი თავისი შრომით რო იშოვის, გინდა არქივში ჩადებს მაგ ფულს. გინდა მემაჩუქებს და გინდა კიდე კრიპტოში ჩადებს და გინდა მტკვარში გადაყრის ან დაწოვს საერთოდ. ეს არის მხოლოდ მათი საქმე. და ღმერთმა ყველა თქვენ დაგას მოგცეთ იმდენი, რომ თქვენი თავები კი არ თქვენ გარშემო ყოფები ინახოთ დილ და საღამომდე. და რაც შეეხება მერაბ დვალიშვილის ბულინგს, მერაბ დვალიშვილს არაფერი არ აკლებს, ეგ უფრო ძლიერი დაბრუნება, უფრო ომახიანი დაბრუნება და გააგრძელებს საკუთარი ერისა და საკუთარი ოჯახის იმას, რა ქვია, სახელის ხსენებასა და გაგრძელებასა და აი აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატებმა ეხა რაც იყო აი ბოლო წლებში მერაბამ რაც გვასახელა ჩვენ, ილია თოფურიესთან ერთად, რავი ეგეთი მაგარი საქმე ბოლოს ვინ გააკეთა ამერიკაში მე არ ვიცი. ესეთ პოპულარულ ორგანიზაციაში. და მე ძალიან გული მწყდება რომ ქართველებისგან ვისმენ ესეთ რაღაცებს რა. პოლიტიკა და სპორტი რო ვერ გაგირჩევია თქვენ ავად ხო არა ხარ შემთხვევით ბიჭო. აქ რომ მერაბ დვალიშვილი ჩამოდის იასნია კალაძე შეხვდება. შენ რატო უნდა შეხვდეს მითხარე? აი რატო უნდა შეხვდეს შენ? შიგ ევროპელს რატო უნდა შეხვდეს? კალაძე არის თბილისის მერი და სპორტსმენი და რაღაც ისა. შენ რატო უნდა შეხვდეს მითხარე? არა, ამას შური აქვთ რა. ამას რატო არ ხვდება? რატო არ გადის რუსთაველზე და ოლეოლას არ ყვირის და ევროკავშირის დროშებით რატო არ გამოდის? წადი თქვენი ერთი მათხოვრები. აი ბომჟები, ჩეულები, სუნიანი მყარალი. აი გოგო, აი შიგ ევროპელი გოგო არის არსება, რომელსაც რავი, აი ქალი არ მომინდება ეგ რო დავინახო, ხო? აი ქალი არ მომინდება, იმდენად აი კაროჩი, ხო აღარ გვინა ესეთი ტოქსიკური საუბარი, ბოდიში ცოტა ესეთი ტენდენციისთვის, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, ესეთია ჩემი ცხოვრება, ესეთია ჩვენი ბრძოლის ველი. ეს მუშაობს ფაქტია. თუ არ დააჯო, ისე ვერ ფხიზლდებიან, მეგობრებო. ესაა ჩემი საქმე. შემეცნებითი ვიდეოების გარდა მე იძულებული ვარ მოვაწყო ხოლმე ინკვიზიციო. და ინკვიზიციის გარეშე კიდე არ არსებობს განვითარება. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დაწერეთ თქვენი აზრი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დროებით და მერაბ დვალიშვილს წარმატებებს უსურვებ გამძლეობას და ღირსეულ დაბრუნებას ოქტაგონზე. დროებით.